მშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად საუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში საერთაშორისო მიმართულებით მოგვიწევს დღეს საუბარი და არა მარტო საერთაშორისო მიმართულებით. ეკასეფაშვილი ხალხის წერის საერთაშორისო ურთიერთობების დივანი იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. რადგან ვთქვი საერთაშორისო, ეს ნიშნავს საზოგადოებრივ ციცისოს დღეს უნდა გამოქვეყნდეს, შეიძლება ეხლაც უკვე ქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში გაფართოების შესახებ, სადაც საქართველოსაც უნდა იყოს წარმოდგენილი. ანგარიში უკვე გვიცით წინასწარი განწყობა, ხელისუფლების წარმომადგენლებით საუბრობენ ამის შესახებ, რომ ის არ იქნება კარგი და პოზიტიური საქართველოსთან დაკავშირებით. თითქოს არ იყო მოულოდნელი ასეთი რამ, ალბათ. როგორ თქვენთვის იყო მოულოდნელი, რომ ასეთი შედეგი შეიძლება დამდგარიყო, მაგრამ თუ გადააჭარბა მოლოდინს იმ ნეგატიურ შეფასებაში, რასაც მაგალითად ელოდით. ათე მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს, მადლობა მოწვევისათვის. დიახ, ჩვენ ველოდებით ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას, თუმცა დაახლოებით უკვე წინასწარ ვიცით, ვითომ და გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი რო აქვეყნებს, რომ საქართველოს შესახებ კარგ დასკვნას არ უნდა ველოდოთ და საშინელიო ესეთი ტერმინი გამოიყენა და იქ თუ გადავხედავთ, აღმოჩნდა რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეკონომიკის განვითარების კუთხით მოწინავე ყოფილა უკრაინა, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული, სადაც არ არსებობს არც ოპოზიციური პარტიები და არც ოპოზიციური ტელევიზიები და საქართველოში სადაც ეს ყველაფერი არის, საქართველო თურმე ჩამორჩება და ამ თვალსაზრისით არის საშინელ მდგომარეობაში, როგორც ეს ჟურნალისტი წერს. თუმცა ინახეთ მე როიტერსის გავრცელებულ ამ დასკვნის ნაწილს უხათაშორის უკრაინასთან დაკავშირებით ამასაც მოგიყვანთ, რომ ანუ ისე ყველაფერი ნათელფერებში მაინც არ არის უკრაინასთან დაკავშირებით და აქ წერია, რომ ბოლო დროს არსებული ნეგატიური ტენდენციები, მათ შორის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ სააგენტოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მზარდი ზეწოლა გადამწყვეტად უნდა შეიცვალოს. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებით ჩანაწერი. კი ბატონო, ძალიან კარგი და ძალიან მიხარია, რომ ობიექტურად აფასებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან მიმართებაში გაჟღერებული კრიტიკა თუ შეფასებები უფრო მეტად უნდა გვაინტერესებდეს, ვიდრე უკრაინა. უკრაინას შემთხვევას მე არ ჩაუღრმავდებოდი, იმიტომ რომ მესმის უკრაინელი ხალხის ძალიან საშინელ ომში არიან ჩართულები და იქ ასე ვთქვათ შეფასებებს და შედარებებს მე თავს ავარიდებდი. უბრალოდ როდესაც მაგალითად ერთი და იგივე საკითხზე, თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებასთან დამოკიდებულებაზე როგორც უყურებს ამას ევროკომისია, ერთ შემთხვევაში თუ კი ზეწოლად ფასდება ის რაც ხდება უკრაინაში და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე აქვს პრეტენზია ასევე ევროკომისიას, ან სხვადასხვანაირი შეფასებები რო კეთდება, ამაზე აქვს საუბარი. დიახ, ამაზე არის საუბარი. ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ რაც არის შეფასება, აი აქ არის მე ორმაგი სტანდარტი რო ვახსენო, ეს იქნება ძალიან რბილი გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად ხდება. იმიტომ რომ ევროკომისია საქართველოში არსებულ ვითარებას არაერთი განცხადების, არაერთი შეფასებას თუ გავითვალისწინებთ ასევე წინასწარ ინფორმაციას, ყოველგვარ ზღვარს ხდება მათ მიერ გავრცელებული манипуляციური ინფორმაცია, დეზინფორმაცია და ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები, რომელიც არავითარ რეალურ საფუძველს არ ემყარება. აი ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წაყენებულ მოთხოვნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის უკან გაწევა. და ესენი ამას იმით ასაბუთებენ, რომ თურმე ეს ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, აზიანებს სამოქალაქო სექტორის განვითარებას და ასე შემდეგ, ანუ ყოველგვარი უბედურება თურმე ამ კანონის გამოხდება და ამ ის შესახებ უბრალოდ დასკვნას აკეთებენ და რეალურად, როდესაც ვითარება უნდა განიხილონ და განხილული ვითარების შესაბამისად უნდა გააკეთონ მსგავსი დასკვნა. ისინი ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ კანონის შესაბამისად სად ნახეთ ზუსტად ამ კანონის ამოქმედების შემდეგ და შედეგად დახურული არასამთავრობო ორგანიზაცია არა ხო? ეს კანონი ერთადერთი რომ მოითხოვს, ანუ გამჭვირვალობის კანონის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ფარაზუსტი ანალოგი, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლები პროტესტი მოყვა ამ კანონის გამოქვეყნებას, რომელიც ვენეციის კომისიამ ესეც საკმაოდ სწორად გააკრიტიკა. კი, მათ მოთხოვნებს
გააჟღერებს ასე ვთქვათ ვენეციის კომისიაც და სადგინახიათ ან რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რომელმაც ამ კანონის ამოქმედების შედეგად და მოთხოვნით თავის საქმიანობა შეწყვიტა. ერთადერთი რასაც ეს კანონი ითხოვს არის ის რომ თქვი საიდან მოდის შენი ფინანსები და თქვი რას აკეთებ და სხვა არაფერი. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, იმ ქმედებებს და ეს რა თქმა უნდა არ ჩაითვლება, ეს არის პირდაპირ ტერორიზმის დაფინანსება, არეულობის დაფინანსება, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი სახსრები მოახმარეს საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების მოწყობას და შეიარაღების და რაღაცა აღჭურვილობის ყიდვას იმისათვის, რომ ძალადობრივი მეთოდებით გაეწიათ წინააღმდეგობა პოლიციისათვის და სახელმწიფოსათვის. ეს სხვა საკითხია, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირ საქმიანობა და აი ამ მიმართულებით აცხადებს ევროკავშირი, რომ თურმე ნუიტყვი საქართველოში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია. გამოხატონ აზრის სიტყვაზე ტროტუარზე დადგნენ, გაშალონ ბანერი რა ენაზეც უნდათ იმ ენაზე ვინმე დაიჭერს ამის გულისათვის საქართველოში რომელიმე ან არასამთავრობო ორგანიზაციას ან მოქალაქეს არა ხო? ანუ არ ხდება სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და ეს დაჭერები, რომელსაც ისინი ახსენებენ და ბოლო პერიოდშიც გააჟღერდა ამის შესახებ მათი ვითომ და ბჭყალებში ვამბობ შეშფოთება. ეს არის ჩვეულებრივი კანონის დარღვევა, რომელსაც ისინი აპროტესტებენ, რომ კანონის უზენაესობა არ უნდა დავიცვათ, ანუ თუ კანონი დაირღვა, არ უნდა მისცეს სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება და კანონის უზენაესობაზე როცა ვსაუბრობთ, აი მე ამიტომ მოვიყვანეს უკრაინის მაგალითი, არა იმიტომ რომ მაგალითად კონკრეტულად უკრაინაში მიმდინარე პროცესები კრიტიკული თვალსაზრისით შეიძლება იყოს ამოსავალი საქართველოსთვის, ამოსავალია იმიტომ რომ თუ ერთი და იგივე საკითხზე ბრიუსელი ორ სხვადასხვა პოზიციას ამჟღავნებს ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას და ამ შემთხვევაში თუ საქართველოს ეხება, ანუ სხვა განსხვავებული შეფასებები აქვს. შესაბამისად, პრობლემა არის არა კანონის უზენაესობაში, ან კანონში დამოკიდებულების თვალსაზრისით ბრიუსელიდან, არამედ პოლიტიკურ განწყობაში, ხო ესეა, იმიტომ რომ ჩვენ აქმებზე გვაქვს სულ საუბარი. აი ამ პოლიტიკურ განწყობას რა უნდა მოუხერხოს ხელისუფლებამ, მართველმა ძალამ, ზოგადად ქვეყანამ, იმიტომ რომ ამ როგორც ჩანს ამ პოლიტიკურ განწყობაზე არის დამოკიდებული შემდეგ უკვე ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც გვაქვს, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობ. არა მარტო ესეთი სხვა მიდგომებია სხვა ქვეყნების მიმართებით, ევროკავშირის შიგნითაც კი არის განსხვავებული მოთხოვნები. აი ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ევროკომისიის დაკვეთით და ევროკომისიის პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც აფასებს ქვეყნების ეფექტიანობას და მმართველობას. და აი ამ ანგარიშის მიხედვით საქართველოს მოხვდა ევროპის საუკეთესო 20-ში, რომ და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეფასდა, ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის მმართველობის ეფექტიანობა, სასამართლო სანდოობა, კანონმდებლობის გამართულობა და ასე შემდეგ. ანუ ამ კრიტერიუმების მიხედვით თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში მდგომარეობა იმდენად კარგია, რომ ევროკავშირი ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. და აი წარმოიდგინე, მისი ერთ-ერთი ინსტიტუტის ან ერთ-ერთი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ თავისავე ანგარიშის საწინააღმდეგოდ ამტკიცებენ, რომ საქართველოში არ იყენებენ ამ ანგარიშებს, ჩვენ არ იყენებენ კი არა, არ უნდათ რომ გამოიყენონ ერთადერთი დიდი დანაშაული, რაც საქართველოს მიუძღვის ევროკავშირის წინაშე, მე ვიტყოდი არის ის, რომ საქართველოს გადაწყვიტა საკუთარი ინტერესების დაცვა და არ ჩაერთო იმ ომში, რომელიც ჩვენი ომი არ არის. ეს არის გლობალური მოთამაშეების ომი, სადაც საქართველოს აქვს პაიკის როლი და როლიც არის და როლიც. ეს არის ის პაიკი, რომელიც შესაწირად არის გამზადებული. აი, სუვერენიტეტის გამტკიცება ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, ხო? ერთ-ერთი არა მარტო სუვერენიტეტის გამტკიცება, აგრეთვე ეს არის ის თემაც, რომ საქართველოს არ გადადგა ის ნაბიჯები, რაც საშუალებას მისცემდა ევროკავშირს და გლობალურ მოთამაშეებს, ვინც ეხლა ევროკავშირს მართავს, რომ საქართველოს ემართა ისე, როგორც თვითონ სურდა. იგივე ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი მაგას გულისხმობს. აი მე ეხლა მინდა კითხოთ, აი სწორედ სუვერენიტეტი იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი, მაგალითად ჩეხეთში მიმდინარე ბოლო გადაწყვეტილების, რომ სადაც საუბარია, რომ სწორედ სუვერენიტეტიდან გამომდინარე ჩეხეთის კოალიციურმა მთავრობამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება,
ხდება, რომ უნდა დადგეს დღის წესრიგში და მიიღონ კანონი საჯარო რეესტრში შექმნაზე სწორედ არასამთავრობოების უკავშირი. ან დაახლოებით ფარასნათესავი, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ფარასნათესავი შორეული შეიძლება. და არა მარტო ჩეხეთი, როდესაც როგორ იქნება ეს ამბავი ევროკომისიის და ჩეხეთის მე რამდენადაც ვიცი ძალიან ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამაც სცადა მსგავსი კანონების მიღება და საფრანგეთი ხო? საფრანგეთი, რუმინეთი იყო კიდევ არის გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამ კანონმდებლობის მიღება ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად. უფრო მეცაც გეტყვით, ევროკავშირის შიგნითაც არსებობს ამის მოთხოვნა. პირველად, როდესაც ჩვენ ხალხის ძალამ წარვადგინეთ ეს კანონი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ან სუსუ პირველ ვარიანტს ვიძახი, მაშინ ევროპის შიგნით ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ IPP-მ სახალხო პარტიამ, მაშინ 14 თებერვალს წარადგინა ინიციატივა, ჩვენ წარვადგინეთ 12-ში და მათ 14-ში რაღაც ესეთი მცირე სხვაობა იყო, რომლებიც სხვათა შორის ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს ინიციატივა, იმიტომ რომ იქაც დაუპირისპირდნენ ევროკავშირის შიგნით არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც არ აწყობდათ გამჭირვალედ ყოფნა და ბოლო პერიოდში ჩვენ ნახეთ ასევე ინფორმაციები, როდესაც ეკოლოგიის დაცვისათვის გამოყოფილი ევროპის ქვეყნების გადამხდელთა და სახადის გადამხდელთა სახსრები უკანონოდ იქნა გამოყენებული და იმ მიზნებისთვის არ დაიხარჯა, რასაც ქაღალდზე წერდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ანუ თვითონ ევროკავშირის შიგნით, როგორც ერთიანი ინსტიტუციის შიგნითაც არსებობს ამის შესახებ ასთა სხვადასხვაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ ქვეყნებს და ცალკეულ ქვეყნებს იგივე როგორც საფრანგეთია, გერმანია, რაღაცა კანონმდებლობები ყველას ცდილობს საკუთარი შემთხვევაში რა იქნება. ჩეხეთის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გარკვეული საქართველოს მიმართ კრიტიკულად გამოირჩევა ასევე. გარკვეული წინააღმდეგობა ევროკავშირის მხრიდან ექნება და მე მივესალმები და წარმატებას უსურებ ჩეხეთის მთავრობას თუ ისინი შეძლებენ ამ თავიანთი სუვერენიტეტის დაცვას იმითი რომ გააკონტროლონ იმ უცხოური დაფინანსების ნაკადები და მათი ასე ვთქვათ გავლენები, რაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს. ამ ვითარებაში საქართველოს ის დარჩენია, ანუ ამ ასე ვთქვათ ყოველი მხრიდან ასეთი ნეგატიური და ასეთი გაძლიერებული ზეწოლის ფონზე ჩვენ ის გადაგვჩენია, რომ გამუდმებით ჩვენ ვიყოთ აი ამ ხაზზე და არ გადაუხვიეთ ჩვენ სუვერენიტეტს, იმიტომ რომ ჩვენი სუვერენიტეტიდან გადახვევა სუვერენიტეტის დათმობა კი არ არის. ეს არის ქვეყნის დათმობა და არავის არ ეგონოს, რომ ეს არის ლიტონის სიტყვები და რაღაცა ვაზვიადებდით საფრთხეს. არა, ეს საფრთხე რეალურია. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად საქართველოს ომში ჩართავენ, თუ ჩვენ დღეს ვერ მოვახერხეთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა. აი ჩვენ ახლა უკვე ჩვენ საუბრობთ ჯერ კიდევ შინაარზე, რომელიც ნუ ასე თუ ისე უკვე გასაგებია, რაც შეიძლება იყოს ცალსახად ნეგატიური დასკვნა, როგორც უკვე მედიაში გახმიანდა ამის შესახებ, იქნება საქართველოსთან დაკავშირებით. აი ეს დასკვნა შემდეგ რა იქნება, რომ ავუხსნათ მსმენელს, რა მოაქვს ასეთი სახის დასკვნას, თუნდაც დადების, თუნდაც ნეგატიურს, შემდეგ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იარაღი, რაც ევროკავშირს შეძლო გამოეყენებინა, არის ეს გაფართოების შესახებ საუბრის და დიალოგის არ დაწყება, რომლის შესახებ ჩვენ გაკეთებული გვაქვს, რომ არ გვინდა 2028 წლამდე, ხო? ჩვენ ეს იარაღი უკვე გამოვაცალეთ წინსწრებად, ანუ ამ იარაღს ვერ გამოიყენებენ, სწორედ იმიტომ იყვნენ ასეთი გამწარებულები 2024 წელს, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 2028 წლამდე ჩვენ ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებდით. ეს იარაღი გამოცლილია. ერთ-ერთი იარაღი, რომელსაც ასევე იყენებენ შანტაჟისთვის, ეს ანგარიში შეიძლება პოლიტიკური მიზნებისათვის და არამც ტექნიკური მიზეზით შეიძლება გამოყენებული იყოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის ისევ ხელახლა წამოჭრისათვის, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შეძლებენ ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებს შორის ძალიან დიდი წინააღმდეგობაა და ასთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით. ვიზა ლიბერალიზაციის პრინციპში მიიღო ევროკომისიის მინისტერიალმა, ხო, გადაწყვეტილება, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს უნდა შეეხოს, მაგრამ მე რატომღაც იმედი მაქვს, რომ აი ესეთ სეგრეგაციულ და ფაშისტურ განცხადებას ევროკავშირი არ მიიღებს, იმიტომ რომ ევროპის წიაღში ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები და ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ღიად და მტკიცედ იცავენ იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპა დგას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, იმიტომ რომ რამდენჯერმე სცადეს ხომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არა მარტო ცალკეული პირებისათვის, არამედ მთელი მოსახლეობისათვის და ვერც ერთხელ ვერ გაიტანეს
ესეც შანტაჟისათვის ერთ-ერთი იარაღი არის და ეხლა ცდილობენ ასე ცალკეული პირებისათვის გამოიყენონ. ნუ ცალკეულ პირებში იგულისხმება რა თქმა უნდა პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის ერთგვარი შანტაჟი, რომ თუ თქვენ არ შეასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს მოთხოვნებია სუვერენიტეტის დათმობა და აუცილებლად შემდგომში მომავალში საქართველოს როგორც ქვეყნის განადგურება, მაშინ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას მოგიხსნით ამ გარკვეულ პირობას. აი ესეთი აბსურდული ნანახისერია უკვე და მე ძალიან მიყვარს რატო იმეორებენ ამას ისე და კიდევ ერთი მომენტი რაც არის მათ ალბათ იმის იმედი აქვთ რომ აი ეს გაფართოების ანგარიშის ეს ნეგატიური დასკვნები და ნეგატიური შეფასებები უნდა გახდეს საბაბი იმისა რომ მოსახლეობაში გამოიწვიოს ბრაზი იმიტომ რომ წინასწარმონ კი ნანახი გვაქვს მაგრამ ისევ და ისევ ჯიუტად იმეორებენ ისევ არის ცდელობა ხალხი და ხელისუფლება გაყო გაფართოებას ისევ დაუბრუნდეთ აქ მხოლოდ საქართველოზე ხო არ არის საუბარი, ნუ განსაკუთრებით მოდით ვისაუბროთ ჩვენ სამეულზე, იმიტომ რომ ერთ პაკეტში ხდება ხოლმე ჩვენზე მსჯელობა და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქებარს სიტყვებს იმსახურებს ევროკომისიისგან გაფართოების შესახებ რამდენად პერსპექტიულია ის თუნდაც დასკვნაში რაც წერია იქიდან გამომდინარე კორუფციის პრობლემები სრულიად უპერსპექტივაა, იმიტომ რომ პირველ რიგში რომ მოხდეს ამ ქვეყნების გაერთიანება, მათი ეროვნული კანონმდებლობა სრულიად თანხმდრაში უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. European Acquis, როგორც უწოდებენ, ეს არის სხვადასხვა სამართლებრივი ნორმები, სხვადასხვა ევროდირექტივები, აი ამასთან უნდა იყოს სრულიად ერთი-ერთში. და მე ეს დირექტივების უმრავლესობა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს, დაკითხული მაქვს საკუთარი თვალით. და იმდენად ძიმე მოთხოვნებია, მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ან მოლდოვა, ან უკრაინამ ეხა ამ პირობებში შეძლოს მათი დაკმაყოფილება. ასე რომ საკებარი განცხადებებით უნდა შემოიფარგლოს ეს ხოლო საკებარი განცხადებებით უკრაინა რომელიც ამხელა მსხვერპლს იღებს. რა თქმა უნდა, ეს არის პირიქით სწორედ საკებარ სიტყვებს სწორედ იმიტომ არიშურებენ, აი ამ მსხვერპლის გამო ეს არის ერთგვარად მათი აზრით კომპენსაცია იმისა, თუ რასაც აკეთებს დღეს უკრაინა. და ასე თავზე ხელის გადასმით და საკებარი სიტყვების განხმამაღლა განცხადებით ისინი ცდილობენ ერთგვარად ასე ვთქვათ რაღაცა დადებითი განწყობა შეუქმნან. ანუ თუ კი უსამართლო დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს არ შეიძლება განვიხილოთ უსამართლო დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაშიც ფაქტობრივად ისინი უკრაინელ ხალხსაც ატყუებენ, რომ მიიღებენ ევროკავშირში. ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა თუ იქნება პოლიტიკური ნება ამისა შეიძლება მიიღონ უკრაინა, მე არ ვამბობ რომ უკრაინას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ამ მოცემულ ეტაპზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვერანაირად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს ევროპული სამართლებრივი ნორმები იმდენად ძიმი არის, რომ ძალიანაც რომ მოინდომოს და სულაც ხვალ დაიწყოს მუშაობა, ელემენტარული ზოგიერთი დირექტივა ისეთია, რომ დროში გაწერილია, ანუ დროს მოითხოვს მისი იმპლემენტაცია არ არის, რომ აი თუნდაც ხვალ მიიღონ ყველა კანონი, რასაც მოითხოვს ეს ევროპული სამართალი. მაინც დროს მოითხოვს მათი განხორციელება, ადამიანურ რესურსებს, ფინანსურ რესურსებს, ძალიან ასე ვთქვათ, რესურსტევადია ეს პროცესი, ასე რომ ეს იქნება მათთვისაც და მოლდოვისთვისაც ტყუილი დაპირება. იგივე სხვა კანდიდატი ქვეყნები უკვე რომლებიც ასე ვთქვათ, ასევე ფლობენ კანდიდატის სტატუსს, ძალიან დიდი ხანია აქვს მათ მოლაპარაკებები გახსნილი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ და ისინიც კი იმედოვნებენ ზოგიერთი მათგანი 28 წელს, ზოგიერთი 26 წელს და ასე შემდეგ. და ევროკავშირის გაფართოების შესახებ განაცხადს 2028 წლამდე არ მეუბრუნდები და 2028 წელს წავაგენ. ნუ არ არის დიდი დრო 2028 წლამდე. ძალიან მალე გაივლის ეს წელებიც. არ არის მალე, მაგრამ რა ელოდებით ცვლილებას აი დასავლეთთან განსაკუთრებით ბრიუსელთან ურთიერთობაში რა შეიძლება იყოს გარდამტეხი. ეკონომიკური ფაქტორი აქ რამდენად მნიშვნელოვანია? ეკონომიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროკავშირის ისტორიას რო გადავხედოთ შექმნის დღიდან დღემდე და მისი ყოველი ახალი გაფართოების ტალღა ასეთი უმტკივნეულო არ ყოფილა მისი გაფართოებები, აი ამ ისტორიის მანძილზე ყოველთვის შიგნით ძალიან ბევრი ასთასხვაობა, ბევრი დისკუსია იყო ყოველი ახალი ქვეყნის მიღებისას, იმიტომ რომ ყოველი ახალი ქვეყანა ნიშნავს უკვე არსებული ქვეყნებისათვის ეკონომიკურ ტვირთს, იმიტომ რომ მიღებული ახალი ქვეყანა ცხოვრების დონით, სხვადასხვა რეგულაციებით აუცილებლად უნდა გაუთანასწორდეს და გახდეს მათი შესაბამისი დონის, რომ მოხდეს მისი უმტკივნეულო ჩართვა ევროპის ერთიან ბაზარში, რაც არის ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ინტეგრაციის ერთ-ერთი შედეგი და სწორედ ამას გულისხმობს ევროკავშირთან მიერთება და ევროინტეგრაციის განხორციელება, რომ იყო ერთიანი ბაზრის მონაწილე და ერთიანი ბაზრის მონაწილე ცარიელი სიტყვები არ არის, ეს არის ძალიან ბევრი ბიუროკრატიული პროცედურული სამართლებრივი ბარიერის მოხსნა და
აი ამ ევროკავშირის მთელი აი ამ პროცესის მანძილზე ახალი ქვეყნების მიღება ყოველთვის იყო მტკივნეული. მოცემული ქვეყნის შემთხვევაში ვინც წევრიანდებოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა არის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მოსახლეობის უმრავლესობის დადებითი პასუხი აი ამ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც სხვათა შორის კანდიდატ ქვეყნებში იკლებს აი ამ ბოლო პერიოდში, იგივე პროცესი არის საქართველოშიც, რაც ძალიან ცუდია და ეს პირველ რიგში განპირობებულია აი ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებების გამო და მეორე ეს არის ეკონომიკური კრიტერიუმები. ეკონომიკური კრიტერიუმების თვალსაზრისით თუ მის თანაბარ დონეზე არ ხარ, ანუ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის დონეზე ფაქტობრივად ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს მოცემული ქვეყნის აბსორბირება, ანუ ინტეგრაცია ერთიან ბაზარში გაუჭირდება და ეს ყველაფერი აქვს გასაკეთებელი ყველა კანდიდატ ქვეყანას და ეხლა რასაკეთებს საქართველო ამ პერიოდის მანძილზე. მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელთაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე არის საქართველოში და ზრდის პროგნოზებიც ასევე საკმაოდ დამაიმედებელია და აი ამ პერიოდის განმავლობაში 2028 წლამდე ჩვენ როგორც განვაცხადეთ მიმდინარეობს ძალიან აქტიური რეფორმირება სოციალური ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში. ევროდირექტივების იმპლემენტაცია, უკვე შექმნილი ახალი ინსტიტუციების გაძლიერება, მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის გამართვა, ისეთი როგორიც არის მაგალითად ბაზრის ზედამხედველობა, ფიტოსანიტარული ნორმების საკობისუნებლობა, პროდუქტის უსაფრთხოება, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა სამინისტროში. ჩვენ სანამ საზაფხულო სესიას დავამთავრებდით, მოვისმინეთ ყველა სამინისტროს ანგარიში თუ რას აკეთებენ ევროინტეგრაციის მიმართულებით. და ყველა სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო წარმოადგინა თუ რა გააკეთეს და ასევე გეგმები წარმოადგინეს რას აპირებენ. ანუ ამ ევროინტეგრაციისაკენ სულა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს აი იმ საჯარო მოხელეების დაუღალავი შრომით, რომლებიც დღეს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ანუ ეს პროცესი ერთი წამითაც არ გაწყვეტილა. ერთადერთი რაც გაწყდა და რის გამოც ასე გაბრაზდნენ ევროკავშირის ეს პოლიტიკოსები არის ის, რომ ჩვენ გამოვაცალეთ ძალიან მნიშვნელოვანი შანტაჟის ინსტრუმენტი მოლაპარაკების გახსნა არ გახსნა. 28 წლამდე ჩვენ ამ საკითხს არ ვეხებით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადავთ. მიუხედავად წელს რა შეიძლება დამოკიდებულებაში თქვენ კი ამბობთ, რომ ხელისუფლება მუშაობს და საჯარო მოხელეები მუშაობენ ამ მიმართულებით და ეჭვიც არ მიპარება აქამდეც ხდებოდა ეს ჰარმონიზაციის თვალსაზრისით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ როგორც ახლა თუნდაც ამ გაფართოების ანგარიშიდან ვხედავთ, არ არის საკმარისი და არ არის გადამწყვეტი როგორც ჩანს ევროპული ბიუროკრატიისთვის ის რასაკეთებთ პრაქტიკაში, არამედ ის როგორი აღქმარჩება ბრიუსელს. ან რა პოლიტიკური მოცემულობა აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის თელ რიგ ქვეყნებში საღი, პრაგმატული და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ, როგორც მოხდა მაგალითად ახლა ჩეხეთში, სადაც ეროვნული სუვერენიტეტი უფრო მაღალ დონეზე დააყენეს, როგორც არის ეს უნგრეთში, როგორც არის ეს სლოვაკეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ამის ნიშნები შეინიშნება, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთში. ის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც ევროკავშირის ბიუროკრატია არის მოცემული ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელი, თანდათან იკრებს ძალას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ძალების რიცხვი 2028 წლისათვის ევროკავშირში გაცილებით მეტი იქნება და 2028 წლისათვის ამ პერიოდისათვისაც მე თვითონ ევროკავშირის მხრიდან მეეჭვება, რომ გაფართოებისთვის მზად იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში ევროკავშირი უნდა იყოს მზად ახალი ქვეყნის მისაღებად. ისინი მზად არ იქნებიან 2028 წლისათვის, იმიტომ რომ მათაც ჭირდებათ ეკონომიკური სიმძლავრეები ამისათვის და ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი დონე. ასე რომ მე არ მოველი, რომ ძალიან მალე 2030 წელს როგორც ისინი ამბობენ, რომ გაფართოების პროცესი დაიწყება, თვითონ ევროკავშირი იქნება მზად. ეხლა ძალიან ბევრ ქვეყანაში გაკეთებული აქვს. მე რა რო გაკეთებული აქვს განცხადება, ძალიან ბევრი განცხადება აკეთებენ ისინი, რომელიც მართალი არ არის და იგივე უკრაინის და მოლდოვის მიმართაც აკეთებენ განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სულ ცოტა გადაჭრა, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ფუჭი პოლიტიკური განცხადება, მხოლოდ პოპულისტური მიზნებით გაკეთებული. მე არ მოველი, რომ ევროკავშირი 2030 წლისათვის მზად იქნება, იმიტომ რომ
რომ ეხა ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში რეცესია თუ არა ძალიან შინელებული ეკონომიკური ზრდა არის და ან მათ მოუწევთ თავიანთი ეკონომიკური სიმძლავრეების ამოქაჩვა პირველ რიგში იმისათვის რომ ახალი ქვეყანა მიიღონ. ორი საკითხი მინდა ძალიან ცოტა რა გრჩება ორ კითხვას დავსვა მინდა რომ მოვასწრო ამ საკითხებს. პირველი ეს გერმანიის ელჩი გაიწვიეს კონსულტაციებისთვის, მაგრამ მას შემდეგ არ ვიცით რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამას, იმიტომ რომ სერიოზული კითხვები ისმის თავად გერმანიაშივე ალტერნატივა გერმანიისთვის ამ საკითხით არის სერიოზულად დაინტერესებული. როგორ ელით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით ეს ერთი კითხვა და შემდეგ მეორესაც დაგესვა. გერმანიის ელჩის გაწოვა მე ვფიქრობ რომ ეს იყო ერთგვარი გერმანიისათვის ერთგვარად სახის შენარჩუნების ცდელობა, თქვა გაიწვიეს კონსულტაციებისათვის ეს ჩვეულებრივი მიღებული დიპლომატიური პრაქტიკაა და ის ფაქტი რომ აქამდე არ დაბრუნებულა და ასე დიდხანს გაგრძელდა მისი გაწოვა და კონსულტაციები მასთან მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული კითხვის ნიშნებია მის მიმართ და გერმანია სერიოზულად არის, ასე ვთქვათ, დაინტერესებული იმ საკითხით, რომ ამ საკითხს უნდა მოუნახოს ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტა, რომელიც მისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი და რას გულისხმობ ამას. იგივე გერმანიის ელჩის მიმართ, საერთოდ საელჩოს მიმართ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაჟღერებული კითხვები არ არის ადვილი მოსასმენი გერმანიის ხელისუფლებისათვის და ეს არის სწორედ ის კიდევ ერთი დამატებითი პოლიტიკური წნეხი, რაც შეიძლება სხვადასხვა იმ ბიუროკრატებზე და იმ პოლიტიკოსებზე განხორციელდეს, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან საქართველოსთან ურთიერთობას. ასე რომ ეს საკითხი დაველოდოთ როგორ განვითარდება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გერმანია ამ შემთხვევაში თუ ობიექტურ ელჩს არა, ყოველ შემთხვევაში ისეც მაინც გამოაგზავნის რომელიც პრობლემებს და ასეთი დონის სკანდალურ პრობლემებს მაინც არ შეუქმნის გერმანიას. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ბოლო რამდენიმე დღეა ნინო ლომჯარიას განცხადებას გულისხმობ, ამის ირგვლივ ტრიალებთ, რომელმაც მის ყოველდღიურ ასე ვთქვათ განცხადებებში თუ პოსტებში სიტყვა არჩევნები დააბრუნა. ანუ თუ კი აქამდე მხოლოდ ქუჩის პროტესტზე იყო საუბარი, არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური არჩევნები, ბოიკოტი არჩევნებს და ასე შემდეგ, მხოლოდ ქუჩა იყო გამოსავალი, რომ ხელისუფლება შეეცვალათ, ეხლა უკვე დადგა ესეთი მომენტი, რომ უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის, ის იქნება ხვალ, ზეიგ თუ 3 წლის შემდეგ. უნდა იყოს მზად ოპოზიცია არჩევნებისთვის. აი, რას გეუბნებათ ეს? რა შეიძლება ყოფილიყო საფუძველი ამ განცხადების? ნინო ლომჟარია ჩემი ასე ვთქვათ, აღქმებში პირველ რიგში ასოცირდება იმ ადამიანთან, რომელიც ნატრობს ბომბების წვიმას საქართველოში. მე როგორც ასე ვთქვათ, ერთი აღებული ცალკე პოლიტიკოსი მის კომენტარზე არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი განცხადებას, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკოსი, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც რაიმე სიკეთე უნდა საქართველოსთვის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური პატრონების დავალებებით მოქმედი ერთ-ერთი ჩვეულებრივი აგენტი, რომლის ასე ვთქვათ, გალიდერებას ცდილობს მთელი მონდომებით ეს უცხოური ძალები, ანუ ეს არის დავალება, რომელსაც იგი აჟღერებს და რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, როგორც ჩვენ უწოდეთ სინამდვილეში აგენტურა მომავალში განახორციელებს, ეს არის არჩევნებისათვის მზადება. მე ცოტა არ იყოს კომიკურად მიმაჩნია მათი ესეთი განცხადებები, იმიტომ რომ არჩევნებისათვის აქამდეც უნდა მომზადებულიყვნენ მთელი ეს პერიოდი, რომელიც მათ რევოლუციების მცდელობებში გაატარეს, მათ ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს და ზუსტად ვიცი რომ ამ დაკარგულ ამომრჩევლებს ისინი ვერ დაიბრუნებენ. ეს ამომრჩეველი სხვა პოლიტიკურ პარტიას მოძებნის თავიანთი შეხედულებების და თავიანთი მიდგომების რეალიზაციისათვის, თუმცა კარგია რომ ისინი ცდილობენ დაუბრუნონ შემთხვევით გაკეთებული. არ არის შემთხვევით, მაგას ვამბობ, პირდაპირი დავალება არის. ისინი როგორც ჩანს ფიქრობენ რაღაცა ახალი ლიდერები მოიძიონ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, ახალი ხელოვნური ლიდერების შექმნან, იმიტომ რომ მათი ეს ხელწერა ცნობილია ჯილდოების მინიჭება და ვითომ და გამოკითხვებში რაღაცა რეიტინგების მიწერა. ამ მიმართულებით შეეცდებიან ისინი, ასე ვთქვათ, მოვლენების განვითარებას. აი ეს მოლოდინი მაქვს, რადგან არჩევნებზე საუბრობენ, რაღაცა ახალი მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალები და მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ლიდერების გამოჩენას უნდა ველოდოთ ჩვენ უახლოეს მომავალში. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა ეკასეფაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მე გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით, ზუსტად ერთ კვირაში ისევ ამ დროს ამ ტალღაზე შევხვდებით ერთმანეთს.